გამარჯობა თიკა. გამარჯობა ლევან. მოვედი შენთან როგორც იქნა და ძალიან მომწონს აქაურობა. მეც მიყვარს აქაურობა. და მე დავათვალიერებინოთ მაყურებელს. ხა დავიწყოთ პატარა ბლიცი შენთან. როგორ იწყება შენი დილა? ეხლა უკვე დილა იწყება სადღაც ალბათ 9 საათზე, 10 საათზე და მოდივარ კაფეში. ყავა თუ ჩაი? ყავა. ყავით იღვიძებ რა თქმა უნდა. არ ვიღვიძებ ყავით, მე არ ვარ ყავისტი, არ ვარ ყავის მოყვარული, მაგრამ თუ კითხვა არის ყავა თუ ჩაი, ამ შემთხვევაში ყავა. ნივთები არის, რომლებიც სუთან და გაქვს, აი რაღაც ჩანთაში სუ რომ გაქვს და მის გარეშე რო არ გადიხარ სახლიდან. ალბათ ძალიან ბანალურად, რავი, დამტენი, სახლის გასაღები, მანქანის გასაღები და lip liner-ი, როგორც ნინა იტყოდა. ბლაში. ხარი გოგოშკური რაღაცაები რა. საყვარელი სოციალური გაქვს? Instagram-ი. ყველაზე ნაკლებად ძალიან TikTok-ზე უფრო სკროლვა მიყვარს ვიდრე ვიდეოების დადება სიმართლე რომ გითხრა, უბრალოდ ყველაზე კარგი პლატფორმა არის სარეკლამოდ და რაღაცაების გასაზიარებლად. და გეტყვი რომ ძალიან მომწონს შენი და თევდორე ხო? თედოს ხო. ახალი სიმღერა და მეც ძალიან მომწონს. შეიძლება პატარა ის თქვა კომენტარი ამ სიმღერაზე? მინდა რომ ეკითხა და ანუ იმ ადამიანებისთვის მინდა ხაზი გაუსვა ვინც ვერ მიხვდა და ვერ ჩაწყდა სიმღერის აზრს და აყვა რაღაც უაზრო ტრენდს რომელიც აიყოლია უაზრო ადამიანებმა რომლებმაც პოპულარობა მოინდომეს ამ სიმღერის ნიადაგზე არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი რომელიც ადგება და სიმღერას დაწერს სხვა ადამიანის ტრაგედიაზე თუნდაც შვილკვდარ-დედებზე, თუნდაც ოჯახში ვიღაცა გარდაცვლილზე, არავინ არ გეტყვით, რომ ამას იმსახურებდა. რეალურად ეს დამსახურებაც არ არის, რომ დაუფიქრდეთ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ადამიანი, როდესაც ქმნის საკუთარ თავს და ამ შექმნის პროცესში შემდეგ იმსახურებს საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას, აი ამაზე არის ეს სიმღერა. მართლა, როცა მომესმენა თედო, მაგ იყო მოსული ანუ 1%-ით ჩემ ტვინს გონებას და აზროვნებას არ დაუშვია ის რომ ვიღაცა უბრალოდ აი ამ კუთხით წაიყვან და ამ სიმღერას და რაღაცა ეგონებოდა რომ ხო რაღაც უაზრო ხო არა თუმცა ძალიან მიხარია ისიც რომ უფრო მეტ ადამიანს მოწონს უფრო მეტი ადამიანი უსმენს და ძალიან მიხარია რომ შეგიყვარდეთ მთა თუ ზღვა მთა მე მიყვარს მთა, მიყვარს ჰაერი და მიყვარს ადგილები, სადაც არის ბევრი ჟანგბადი და ძალიან მიჭირს იმ ადგილებში ყოფნა, sadაც სუნთქვა არის გაუსაძლისი, ამიტომ ხო მთა. ნუ თეატრი. ორივე ძალიან. საყვარელი რეჟისორი ყავს? ტიმ ბარტონი. მსახიობი? ბრედ პიტი. შენი ცხოვრების საუნდტრეკი რა იქნება და როგორ ფიქრობ? მაწერია ხელზე. შოპენის ნოქტურნ ოპერა 9 არის. შოპენი და კლასიკური მუსიკა ზოგადად შეიძლება ვიღაცას ძალიან გაუკვირდეს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ჟანრი და ყველაზე კარგი მუსიკა არის კლასიკა. როგორ დაიწყებდი ავტობიოგრაფიას შენს? რა კაი კითხვა არის. რაღაცა ძალიან დადებითი პოზიტიური ბავშვობის მომენტებიდან დავიწყებდი, იმიტომ რომ ბავშვობა არის ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ნათელი, არა ყველა ცხოვრების პერიოდი ძალიან კარგია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ალბათ ჩემ ბავშვობიდან დავიწყებდი. და რა ვიცი, ალბათ მოყვებოდი როგორი ვარ, როგორი ჩვეულებრივი და არავისგან განსხვავებული და ძალიან კაი გოგო ვარ. სრულწმენებიან აკვიატებები თუ გაქვს? არ ვიცი რამდენად სრულწმენა არის, მაგრამ ტელეფონზე ერთ და იგივე ციფრები როცა ეწერება, სრულს ვიფიქრებ და ვკოცნი. კითხვა, რომელზეც პასუხი გინდა რომ იცოდე და ჯერ არ იცი. კითხვა, არ ვიცი, სწორედ როგორ დავსვა ეს კითხვა ისე რომ არ გავაღიზიანო ხალხი, იმიტომ რომ ისედაც ყველაფერზე ღიზიანდებიან. როდის მორჩება ზოგადად ადამიანები, როდის მორჩებიან სხვა ადამიანების განკითხვას და სხვისი ცხოვრების ცხოვრებას. და საერთოდ რატომ უჩნდებათ ამის სურვილი? და რატო უჩნდებათ ამის სურვილი? ხო, აი მართლა, იმიტომ რომ აი ხო ყველაფერი რასაც კითხულობ, ხედავ, ჩემი თავიდან გამომდინარე, ფიქრობ ხოლმე, რომ აი რანაირი ადამიანი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო, ან რანაირია და ჩემამდე მიუღებელია ეს და ვერასდროს ვერ ხვდები, როგორი ადამიანები არიან ესენი და რატომ უნდებათ ზოგადად სხვისი გულის ტკენა.
ფაქტიან შემთხვევა შენ ცხოვრებაში, რომელმაც შეცვალა რაღაცა რადიკალურად ჩემი სხვანაირად. თუ იყო ეს? ბევრი გულის ტკივილი ჩემ ცხოვრებაში იყო ჩემთვის გზა იმისთვის, რომ უკეთესი გამختارიყავი და კარი იმისთვის, რომ უკეთესი და საუკეთესო გოგო გამختارიყავი და აი ჩემ სიმღერის ტექსტიდანაც ვიტყვი, რომ ალბათ ეგ ყველაფერი დაამსახურე იმისთვის, რომ დღეს ესეთი კარგი და შემდგარი და ძლიერი გოგო ყოფილიყავი. წლების შემდეგ როგორ წარმოგიდგენია შენი თავი, სად წარმოგიდგენია აი რა მომავალს თუ იხედები სადღაც შორს? კი, მთაში დიდი ეზო ძალიან ბევრი ძაღლები, ჩემი ოცნების სახლი, ჩემი ოცნების ეზო ყვავილებით და სიმშვიდე, სიწყნარე ჩემ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჩემ სიყვარულთან ერთად და ჩემ შვილთან ნინასთან ერთად და თუ კიდე მეყოლება შვილები იმათთან ერთადაც. ბავშვობიდან რა გენატრება? ყველას რაღაცა გენატრება და ალბათ შენც მე მენატრება ის მსმენელი, რომელიც ბავშვობაში მყავდა, რომელსაც საზღვროდ უყვარდი, რომელიც მხოლოდ დადებით და პოზიტიურ ენერგიას უშვებდა შენ მიმართ და რომელსაც არ სცხვენოდა გამოხატვა იმის, რომ უყვარ ხარ და მოწონს შენი სიმღერები. მეშინია სიმაღლის და მეშინია სპიერი ხალხის. ჯერა რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ძალიან შვიდი, წარმატებული, ყველა ადამიანი იქნება ვაღი, ბედნიერი, აღარ იქნებით ერთმანეთის მტყეები. ჯერა იმის, რომ ყველა მიზანი, რაც დასახული მაქვს, მივაღწევ, ჯერა იმის, რომ ნინა იქნება ძალიან ძალიან მაგარი გოგო. კი ბატონო. ყველაზე კარგი რჩევა, რაც შენთვის ცხოვრებაში მოუწია. თუ გახსენდება ერთი. კი, დაიკიდე. აი, ეგ არის ყველაზე მაგარი რჩევა ყოველთვის, როდესაც მიჭირს და როდესაც და კიდე ერთი ძალიან მაგარი რჩევა არის ყოველთვის აირჩიეთ საკუთარი თავი ყველა შემთხვევაში და დრო ყველაფრის მკურნალია, თუ რამეზე ნერვიულობთ, გავადრო და ეს ნერვიულობაც დარჩება ტკბილ მაგონებად. შენს თავს რას ეთყობი? აი რაღაცა რამდენიმე წლით უკარო დაგაბრუნა პატარა თიკას რას ეთყობი? სხვათა შორის ეს არის ძალიან მაგარი თერაპია არის. როდესაც ტანტრას გავდივარ ხოლმე, იქ შენ საკუთარ თავთან შეხვედრა არის რა, ბავშვობის საკუთარ თავთან და იმას ელაპარაკები და იმას ეუბნები, მადლობას, ბოდიშს უხდი იმისთვის, რომ რაღაც ბევრი ტკივილი მიაყენე, რაღაცაში იმედი გაუცვლე და ძალიან მაგარი თერაპია არის სხვათა შორის, მე ეხუტები ამ შენ თავს და რაღაცნაირად ერთდები შენ ბავშვობასთან და თითქოს აი ბევრ შენ ტკივილს საკუთარ თავს პატიობ და უკვე მქონდა შეხვედრა ჩემ თავთან და უთხარი რომ ძალიან მაგარი გოგო არის და რომ ყველაფერში გავუმართლებ და გვერდში ვედგები და მოკლედ იმედებს არ გავუსვლებ. და ბოლოს რას ეთყოდი ჯენზი თაობას? მათ ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებს. არა მარტო ჯენზი, თუმცა ბევრი ჯენზი უყურებს TikTok-ს, ბევრი სკროლობს. მინა, შენ ჯენზი ხარ? ხარ, ხო ჯენზი? რას გეუბნები ხოლმე ყველაზე ხშირად? არიცი? მე ძალიან მომწონს, ზოგადად ძალიან მიყვარს ახალი თაობა და ბოლომდე ვასაფორთებ ყველაფერში და ძალიან მიხარია, რომ ჩემი თაობა არის ის თაობა, რომელსაც უყვარს ახალი თაობა და პირიქით ეამაყება ისინი და არ ვართ ის, რომ აი ახლები რაღაცა უძდელები არიან, ცუდები არიან, პირიქით სიახლეები მაგარია. ვეტყოდი იმას, რომ გააგრძელონ ესე, იყვნენ მებრძოლები, იყვნენ განსხვავებულები, საკუთარი თავი უყვარდეთ და არაფერი ისეთი არა, ძალიან ჭკვიანები არიან და ძალიან მაგარი როჟები არიან და მიყვარხართ და ბოლომდე თქვენთან ვარ. დიდი მადლობა. პირიქით.